მოგესალმებით ძვირფასო რადიო მსმენელებო, თქვენ უსმენთ ჯვარის ხმას. სტუდიაში კი თქვენთვის მარიამ შეროზია ვმუშაობ. მინდა წარმოგიდგინოთ დღევანდელი ჩვენი გადაცემის სტუმარი, ახალგაზრდა წარმატებული ბიზნეს ლედი, ხელით ნაქსოვი ტანსაცმლის ბრენდი ანა ჯეის დამფუძნებელი და ასევე საკონდიტრო საწარმო Lab Fusion-ის დამფუძნებელი ანა ჯაჭვაძე, რომელიც თავად ისაუბრებს თავის წარმატების საიდუმლოზე და იმ გზაზე, რომელიც მან გამოიარა დღემდე. მოგესალმებით ანა, მადლობა რომ გამონახე დრო და ხარ ჩვენი გადაცემის სტუმარი. მოგესალმებით მარიამ. პირველ რიგში მადლობა თქვენ მოწვევისთვის, სასიამოვნოა ჩემთვის. ჩემი წარმატების ისტორია დაიწყო მას შემდეგ, რაც 28 წლის ასაკში დამიდასტურდა ძუძუ საღვთისებიანი სიმსივნე, რაც მე მივიღე გაფრთხილებად ნიშნად იმისა, რომ რაღაც უნდა შემეცვალა ჩემს ცხოვრებაში და მას შემდეგ თითოეული წუთი და წამი დავაფასე ჩემს ცხოვრებაში. ძალიან დიდი პერიოდი გავიარე მკურნალობის მრავალთვიანი, თუმცა ამას არ შევუშინები ვარ და არ მინერვიულია, არასდროს არ მიტირია, მე ეს დაავადება ავიღე ჩემს თავზე ისე, ანუ იმგვარად მივიღე, რომ მე კიბომ გამომაფხიზლა და ვფიქრობ უკვე ამ გადმოსახედიდან, რომ სწორ დროს არ ვიცი, სწორ დროს დამემართა ეს დიაგნოზი და ეს დაავადება და მას შემდეგ გავხდი ძალიან აქტიური ქალი. მაქვს ჩემი ტანსაცმლის ბრენდი, რომელიც ბავშვობიდან მინდოდა და რაზეც ვოცნებობდი დიდი ხანი. მე თვითონ მოდელი ვიყავი ებრაელი დიზაინერის აბრამ ბაზელის მოდის სახლის და იქ შევიყვარე ესე ტანისამოსის სიყვარული, ლამაზად წარდგენა და მას შემდეგ სულ მქონდა სურვილი, რომ ტანსაცმლის შექმნა ჩემს ცხოვრებაში ძალიან დიდ როლს ითამაშებდა და სულ ვოცნებობდი ამაზე, რაც მოვიყვანე სისრულეში. მაქვს ჩემი ბრენდი ტანსაცმლის ხელით ნაქსოვი, როგორც ქალის, მამაკაცის, ასევე ბავშვის, ყველა სეზონის, ეს იქნება გაზაფხული, ზაფხული, შემოდგომა თუ სამზამთარი. და სულ ახლახანს გავხსენი საკონდიტრო საწარმო. ჩემი მეორე ოცნება მოვიყვანე სისრულეში, რასაც მალე გავაფართოვებ და უკვე ჯერჯერობით ონლაინ შეკვეთებზე ვმუშაობთ, ვამზადებთ სხვადასხვა დესერტებს, სადღესასწაულო ტორტებს მრავალსართულიანს, ფურშეტს და ასევე ვარ ორ პროფსასწავლებელში საკონდიტროს ლექტორი და მყავს უამრავი სტუდენტი. თავშივე ახსენე ავადმყოფობა და ძალიან იმედის მომცემად და ყოჩაღად, ესე ვთქვათ, კიდევ ერთხელ შემოუძახე ყველა ადამიანს და განსაკუთრებით იმ ადამიანებს, ვინც დღეს გადიან აი ამ პრობლემებს და ვისაც დღეს აქვთ ცხოვრებაში ესე ვთქვათ, მაინც მძიმე ეტაპი. და კიდევ ერთხელ გვითხრი, რომ კიბო განაჩენი არ არის და რომ პირიქით კიდევ უფრო მეტად გაგაძლიერა, მაგრამ ალბათ იყო რაღაც გარდამტეხი წამი, სადაც იფიქრე, რომ აი 28 წლის გოგომ რა უნდა ქნა ამ დიაგნოზის მერე, აი იმ მომენტზე რომ გვესაუბრო და იმ პირველ, ესე ვთქვათ, გაბედულ ნაბიჯზე, რომელიც ავადმყოფობის შემდეგ გადადგი. ახლაც კარგად მახსოვს ის წუთები და ის მომენტი, როდესაც ჩემმა მკურნალმა ექიმმა მაცნობა იმის შესახებ, რომ ჩემი დიაგნოზი დადასტურდა და მე მქონდა ავთვისებიანი სიმსივნე მეორე სტადია. თუმცა ბევრი არ მიფიქრია, არ მინერვიული, არ განმიცდია ის, რომ რატომ მე ან რაღა ეხლა. მე ეს მივიღე ძალიან ჩვეულებრივად, რომ უბრალოდ ეს განსაცდელი მე უნდა გამევლო. ამისთვის მე მჭირდებოდა ჩემი ექიმის, მეგობრების, ოჯახის წევრების, ახლობლების თანადგომა და მე უბრალოდ ორი შვილის დედას უფლება არ მქონდა დანებების. როდესაც ექიმი გეტყვის, რომ ყველაფერი კარგად იქნება, უბრალოდ მენდე. მე არც
არც 1%-ით არ მიფიქრია ის, რომ რაღაც შეიძლებოდა ისი არ ყოფილიყო და რაღაც ჩემს ჯანმრთელობას რამე საფრთხე შექმნოდა. მე იმ წუთშივე გავიფიქრე, ვირწმუნე ის, რომ კიბო ნამდვილად არ იყო განაჩენი, მე უბრალოდ ეს განსაცდელი უნდა გამევლო. ეს ასეც მოხდა ღმერთის წყალობით და ბევრი ადამიანის დახმარებით და ნამდვილად მინდა ყველას ვუთხრა, რომ კიბო ნამდვილად არ არის განაჩენი, ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი და არასდროს არც ერთ დაბრკოლებას არ შეუშინდეთ, არ დანებდეთ, ეს არ არის მხოლოდ კიბოზე საუბარი, ნებისმიერ დაბრკოლებაზე, ნებისმიერ არ ვიცი, ეს იქნება ჯანმრთელობის პრობლემა თუ სხვა პრობლემა, უბრალოდ თქვენი თავის და თქვენი ძალის ირწმუნეთ და ყველაფერი კარგად იქნება. ძალიან ემოციური, თუმცა ამავდროულად ძალიან სასიამოვნო და საოცარი ამ ყველაფრის მოსმენა და მე დარწმუნებული ვარ, რომ აი ამ წამიდან, ამის მოსმენის მომენტიდან ძალიან ბევრი ადამიანის სტიმული და ძალიან ბევრი ქალისთვის იქნები, ესე ვთქვათ, მოტივატორი, რომ მოგვიყვე ანა, როგორ იწყებოდა შენი ბიზნესის კეთება იდეიდან განხორციელებამდე. ძალიან დიდი დრო გამოიარა თითოეულმა ჩემმა საქმიანობამ და ასე ვთქვათ, წამოწყებამ სისრულეში მოყვანამდე. ასე ვთქვათ, როდესაც ვიწყებდი ნაქსოვების ბრენდის შექმნას და ჩამოყალიბებას, ვფიქრობდი მასზე, რომ მხოლოდ მე ერთი ადამიანი ვერ შევძლებდი ყველაფრის მომზადებას, ამისთვის საჭირო იყო მუშახელის მოძიება, ქსოველების მოძიება, რომლებიც შექმნიდნენ ჩემი დიზაინით შექმნილ სამოს, ვინაიდან და რადგანაც ჯერჯერობით ვერც შოურუმს ვხსნიდი და უბრალოდ სახლში უნდა გვემუშავა, გადავწყვიტე, რომ თითოეული დასაქმებული ქალბატონი ყოფილიყო საკუთარ სახლში, ანუ ისეთ პირობებში, სადაც მათ უფრო კომფორტულად ეგრძნოთ თავი და დიდი დრო დამჭირდა ამ ქსოველების მოსაძიებლად, რადგან ჩემი სურვილი იყო შემექმნა ხელით ნაქსოვის სამოსი და არა დაზგაზე ნაქსოვი, იმიტომ რომ როდესაც ხელით ქმნის ადამიანი ნებისმიერ პროდუქტს, ჩემთვის ბევრად დასაფასებელია, რადგან მის შექმნაში დებს ადამიანი საკუთარ დროს, ენერგიას, შრომას და თავისი საქმის სიყვარულს. ეს ჩემთვის ბევრად დასაფასებელია. მეორე ეტაპი იყო მოძიება ფინანსების. მე ყველაფერი გავაკეთე ჩემი დანაზოგით და ახლობლების დახმარებით, ოჯახის წევრების და მეგობრების დახმარებით. დაახლოებით 10 წელია მე ბიზნესი მაქვს და იმ პერიოდში არ მქონდა იმის საშუალება, რომ მე რაღაც რაოდენობა ძაფები შემეძინა, აქედან გამომდინარე დამჭირდა ფინანსურად სხვების დახმარება. ფიზიკურადაც არ იყო დასაწყისში მარტივი, იქიდან გამომდინარე, რომ შეკვეთების შემოსვლის შემთხვევაში პროდუქცია უნდა მიმეწოდებინა ქსოველებთან, შემდეგ დასრულებული ნამუშევრები ადრესატამდე მიგვეწოდებინა. ასე მიწოდების კურიერის სისტემაც ასაწყობი იყო, ყველაფერს საკუთარი სახსრებით ვაკეთებდი, რაც არ იყო მარტივი. თუმცა მთავარია მონდომება და სიყვარული იმ საქმისა, რასაც ქმნის თითოეული ადამიანი, შეუძლებელი არაფერია. აქედან გამომდინარე, ქონდა საზღვარგარეთაც შეკვეთები ინდივიდუალური, ახლა უკვე ვემზადებით ექსპორტისთვის მომავალი წლიდან. და ბევრად მეტი მუშახელის მოძიება გვიწევს ახლა უკვე და დასაქმება ბევრი ქსოველის. ანა საუბრისას ახსენე, რომ მყავს 2 შვილი და მე მინდა ჩვენს მსმენელებს ვუთხრა, რომ ანა არის მარტოხელა დედა, რაც კიდევ უფრო მეტად დასაფასებელია, ძალიან რთულია და მეთანხმებით, რომ იყო მარტოხელა ქალი, მარტოხელა დედა და პლუს აკეთებდე ამდენ საქმეს ერთდროულად იყო ტანსაცმლის ბრენდში, საკონდიტროში, ესწრებოდე კონფერენციებს, ატარებდე ლექციებს,
ხელმძღვანელობდა ამდენ თანამშრომლებს, იყო სულ ახლის ძიებაში, რომ კიდევ უფრო მეტად განავითარო შენი ბიზნესები. როგორ ახერხებ ამ ყველაფერს, როგორ უყრითავს ერთი ადამიანისთვის, ალბათ ძალიან ბევრია, ხო? ჩამონათვალიც კი. აი, ანა ჯაჭვაძის ერთი ჩვეულებრივი დღე რომ გითხრა. ჩემი ერთი დღე ასეთი იქნება, ეს გიამბობთ ერთ-ერთ დღეს, მაგალითად ხვალისთვის, ჩემი დღე დაიწყება დილის 6 საათზე, რადგან 11, 12 და 13 ოქტომბერს ექსპო ჯორჯია საგამოფენო სივრცეში გაიმართება ეთნოფესტივალი. მე ჩემი ბრენდით ვიღებ მონაწილეობას და წარვადგენ ბავშვებისთვის შექმნილ ახალ კოლექციას. ეს იქნება ქართულ ხალხურ და ტანის სამოსზე შექმნილი დეტალებით სამოსი, რასაც ჯერჯერობით სურპრიზად დავტოვებ და ყველაფერს ვერ გიამბობთ. შემდეგ გაგრძელდება ჩემი დღე საკონდიტროს ლექციებით, სადაც დაახლოებით 2 საათის განმავლობაში მექნება ლექცია ერთ-ერთ პროფსასწავლებელში. შემდეგ საწარმოსთვის, ჩემი საკონდიტრო საწარმოსთვის ნედლეულის შესაძენად უნდა წავიდეთ და ამ ყველაფერს ვაკეთებ საზოგადოებრივი ტრანსპორტით, სადაც მგზავრობის დროს აუცილებლად ვგზოვ. პროდუქტის შეკვეთის შემდეგ თავად მივდივარ ექსპორტის მენეჯერის გადამზადების კურსებს გავდივარ და კავკასიის უნივერსიტეტში ვიქნები მე თვითონ ლექციებზე და ჩემი სამუშაო დღე დასრულდება საღამოს 10 საათზე. როგორი დედაა ანა და რამდენად ახერხება ამ რეჟიმის გათვალისწინებით, რომ იყო შენი შვილების ყოველდღიურობაში აქტიურად ჩართული დედა? არის დღეები სამწუხაროდ ფიზიკურად, როდესაც ვერ ვახერხებ ბავშვების გვერდით ყოფნას და ხშირად ნახვას, სატელეფონო ზარების საშუალებით მოვიკითხავთ ხოლმე ერთმანეთს, თუმცა დღის ბოლოს ერთად ვართ და კვირაში ერთი დღე მაინც ვატარებთ უქმეს ერთად. მარტივი ნამდვილად არ არის, იყო დედა, იყო ბიზნესში ჩართული და კიდევ უამრავი სხვა საქმიანობა, თუმცა კიდევ განმეორდები, მთავარი ამონდომება და მე ვფიქრობ, ეს ჩემი აქტიურობა ჩემი შვილებისთვისაც წამახალისებელია და მაგალითი იმისა თუ როგორ შეუძლიათ მათაც თავიანთი შრომით და მონდომებით ნებისმიერი თავიანთი წამოწყების სისრულეში მოყვანა, თუ არა მე, სხვა ვინ მისცემს მათ მაგალითს. არა მარტო შენი შვილებისთვის, დარწმუნებული ვარ ძალიან ბევრი ადამიანისთვის ხარ მაგალითი სიძლიერის, მიზანდასახულობის და საკუთარი შრომით წარმატების მიღწევის. სამომავლო გეგმებიც რომ გავუმხილოთ ჩვენს მსმენელებს და კიდევ რითი შეიძლება გაგვეპიროს ჰანამ? სამომავლო გეგმებს რაც შეეხება საკონდიტრო საწარმოს შემდეგ ვაპირებთ მცირე ზომის რეტრო კაფის გახსნას, რაც შეეხება ნაქსოვებს, მომავალი წლიდან ვგეგმავთ ექსპორტზე გატანას ნაქსოვი ტანსაცმლის. დარწმუნებული ვარ ყველა მიზანს და ოცნებას რეალობად აქცევ და სისრულეში მოიყვან. მე მინდა ძალიან ბევრი წარმატება გისურვო ყველა საქმეში, ყველა მიმართულებით და ბოლოსკენ რომ გითხრა სად და როგორ შეიძლება რომ ჩვენმა მსმენელებმა გიპოვონ. მადლობა თქვენ მოწვევისთვის. ჩემი პოვნაკი შეუძლიათ სოციალურ ქსელში ანა ჯაჭვაძე, ან ჩემი ხელით ნაქსოვი ტანსაცმლის ბრენდი ანა ჯეი მოიწონონ და ადევნონ თვალის სიახლეებს, ან საკონდიტრო საწარმო ლა ფიუჟენი. კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა საინტერესო საუბრისთვის და იმ მკაფიო გზამდილებისთვის, რომელიც გაუზიარა ჩვენს მსმენელებს. დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან ბევრი ადამიანისთვის სწორედ ჩვენი სიტყვები იქნება მამოძრავებელი ძალა და სტიმული იმის, რომ ახალი ენერგიით დაიწყონ ხვალინდელი დღე და უკეთესობისკენ შეცვალონ მათი ცხოვრება. კიდევ ერთხელ წარმატებებს გისურვებ და ჩვენს მსმენელებს შევახსენებ, რომ ჩვენი სტუმარი იყო
ბიზნეს ლედი ანა ჯაჭვაძე. თქვენ უსმენთ ჯვარის ხმას და სტუდიაში კი თქვენთვის მარიამ შეროზია ვმუშაობდი. მომავალ შეხვედრამდე.